მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა მოკლედ ჩართვა. ამ გადაცემაში თქვენ გაქვთ საშუალება გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 237 139 238 139. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Skype-ით. ჩვენი Skype-ის მისამართია მოკლედ ჩართვა. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ გზაზე, რომელსაც ასე დიდი ხმაური მოყვა, ჯერჯერობით მისი პროექტიც კი არ არსებობს, თუმცა რუსეთის მხრიდან დროდადრო ჩნდება ცნობები, რომ ამ გზის მშენებლობას იწყებენ. რა სიზამს ქართული მხარე ააშენებს თუ არა დაღესტნიდან საქართველოში შემომავალ გზას, დათანხმდება თუ არა რუსეთს, თუ ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში. გვაინტერესებს თქვენი აზრი, უნდა დათანხმდეს თუ არა ქართული მხარე დაღესტნიდან რუსეთ-საქართველოს გზის მშენებლობას. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, მანამდე კი მოდით ნახოთ კუჩის გამოკითხვა. ყველა გზა, რომელიც სტანდარტთან მივიყვანს, არის საჭირო. ყველა გზა, რომელიც აკავშირებს ორ წერტილს ერთმანეთთან, საჭიროა. შეიძლება პოლიტიკაში რაღაც პრობლემა იყოს, მაგრამ გზა როგორც ასეთი აუცილებელია. რთული შეკითხვაა და ჯერჯერობით ძნელი ამაზე პასუხისგაცემა. არ ვიცი რა, არა. იმიტომ რომ არა, განადგურებული ვართ მაგათგან და განადგურებული ვართ რუსებისგან და რატომ უნდა დათანხმდეს? არა მგონია დღევანდელ მდგომარეობაში არანაირად მიუღებელია ყველანაირად. ამ ხელა აჟიოტაჟი ატყდა მომღერლების იმაზე და ეხა გზა მით უმეტეს არ არის საჭირო. არ ვიცი. მოკლედ ასეთია ჩვენი თანამოქალაქეების მოსაზრებები. თქვენ რას ფიქრობთ? უნდა დათანხმდეს თუ არა ქართული მხარე დაღესტნის მხრიდან რუსეთ-საქართველოს გზის მშენებლობას, უნდა ააშენოს თუ არა მან თავისი მონაკვეთი. საერთოდ გჭირდება თუ არა ახალი გზა რუსეთთან დამაკავშირებელი. შეიცავს თუ არა რაიმე საფრთხეს თქვენი აზრით ეს გზა, თუ არანაირი საფრთხეს არ შეიცავს და შეიძლება მისი აშენება თავისუფლად. ბევრი პარალელს ავლებს როკის გვირაბთან. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. დღეს ინტერნეტში საღამოს პალიტრაზე იყო სოსო პავლეაშვილის კონცერტი მოსკოვში, რა თქმა უნდა. წამყვანი არის ეროვნული სომეხი გალით მარტიროსიანი, მომღერალი არის სოსო პავლეაშვილი, ქართველი, აქედან ჩასულდა და დაანგრიეს იქაურობა. რა არის ამას სული ვერ გამიგეს დებილი ეს მაგრამ არაკაცი დურაკი პარასკევს გამოვიდა ოკიტაშვილი ებზე იხეთებოდა. აფხელა როგორ გააჩერეს კულტურის სამინისტროს, აი არ ვიცი რა. მაგ თემაზე ხო არ ვლაპარაკობთ ახლა? გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ გზაზე. გასაგებია, აი ჩიტა ბრაზი მომივიდა მე დღეს უყურებდი ისეთი კულტურის ისეთ ფილმს შეხვედრა იყო ისეთი კარგი. დადგებენ ამ რუსებს ბიჭო პოლიტიკა სხვა არის, კულტურის საკითხები სხვა არის. კარგით, გზა უნდა აშენდეს თუ არა? გზა რატომ უნდა აშენდეს ავტომატს არა? რა რთული ამაში? საფრთხეს ვერ ხედავთ? საფრთხე? კაი რა, მელაბჯან ეხლა მაგას რო უყურეთ, მაშინ არა საჭირო, არის აეროპორტები, არის ხიდები, არის გზები, არის ეგრე უყურეთ ეხლა სათაო საქმე. მაშინ ელექტროგადაცემის ხაზები უნდა ჩაიჭრას რუსეთისკენ მიმავალი, თურქეთისკენ მიმავალი. ელექტროგადაცემის ხაზს ტანკი ვერ გამოყვება. ყველაფერს ესე რო უყუროთ, ყველაფერს, იქნება ძალიან ცუდი სიტუაცია. კარგით, კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებები, დიდი მადლობა. თქვენ რას ფიქრობთ? დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი აზრი, გამარჯობა, გისმენთ. ბატონო მერაბ, მოგესალმებით. გისმენთ, თქვენი ხმა არის, ვის იქნებ ცოტა სტუდიაში აუწიოთ ხმას და თქვენ ცოტა ხმა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით, ბატონო მერაბ. დიახ, გისმენთ. ვაფასებ ძალიან თქვენს პროფესიონალიზმს და ყოველთვის ყურადღებას გისმენთ. მადლობა. ეხლა მე მინდა ვთქვა, რომ რუსეთს არავითარი პრობლემა არ აქვს თუ რაიმეს მოინდომებს. აგერ არის 40 კილომეტრი თბილისიდან, რაც კი არის 40 კილომეტრი, ხო? ახალგორთან. და ასევე აფხაზეთთანაც, რომელიც გააკეთა კიდევაც მაშინ აქეთ ტერიტორიის სამაჩაბლოზე იყო ომი, მაგრამ იქიდან ხო შემოვიდა რა და მთელი სამეგრელოში და იქ ფოთში ჩაძირეს, ხო გახსოვთ? კი ბატონო. ხო და რამოდენიმე ყუმბარა თბილისით ჩამოვარდა. მე ესე მახსოვს. კი ბატონო. ხო იყო ესეთი. ნუ თბილისის შემოგარენში. რუსეთს თუ დაჭირდა, არავითარი გზა და არავითარი ის არ ჭირდება, ისევ შვენილად იმას იზავს, გაიგულავებს და გამოიგულავებს, რომ არავითარი პრობლემა არ ექნება მაგას ამ თვალსაზრისით და იყოს ეს გზა, კაცო, მაშინ ავიღოთ და ყველა ისიც ჩავკეტოთ აფხაზეთის გავაუქმოთ, ავაფეთქოთ ის ხიდი და ისა რა ქვია, როკის გვირაბიც ავაფეთქოთ, ჩავშალოთ და ლენინგორში როდგანან იქაც რაღაცა ავაფეთქოთ და მაშინ რა გამოვა რა, ვეღარ დაგვეცემა თუ რა. კი ბატონო, ძალიან გხოთ მე რა, აი ლოგიკურად ვმჟელობ, მე მგონი და არავითარი აი საფრთხე თუ რუსეთს უნდა
საქართველოში უკვე ისეა გამდგარი ფეხი. არა, უბრალოდ აქ საუბარია რომ დამატებით კიდევ ერთი საშუალება აღარ ჭირდება ეს, მაგისთვის არ არის ეგა რა. მაგისთვის არ არის ეგ დამატებითი რომ რაღაცა დაჭირდეს და იქიდან ყვარელიდან შეუტიოს საქართველოს. მაგის გასაჭირით რუსეთს არა აქ რა ყვარელიდან დაეცეს იმას რა. ბაშიაჩ უკირეუება ხო შეპირდაპირ წადიო და მე გარშე მოვარტყავო და ვერე ჩოლოყაშვილი პასუხობს, კაი რა, რატომ აბრიყებო? შენ წადი პირდაპირ და მე შემოვარტყავ გარს. ეგრე გამოდის ეგეც რა. კარგით, კი ბატონო, გასაგებია თქვენ მოსაზრებაც. დაგვირეკეთ 237 139 232 139 ეს ჩვენი ტელეფონის ნომრებია. რას ფიქრობთ, ხედავთ თუ არა ამ გზაში საფრთხეს? უნდა აშენდეს თუ არა თქვენი აზრით ეს გზა? გამარჯობა, გისმენთ. ალო? დიახ, გისმენთ. დიახ, გამარჯობა. ნუ საფრთხეს არ ხედავ. სხვათა შორის ახლა ბატონო მერაბ ახალი ტექნოლოგიები არის. ელექტროხაზებითაც შეუძლიათ ტანკები შემოიყვანონ. კარგით, არ გაგიგიათ? ანუ წეგან გავიგე. ტანკი ნივიძიმ გიქვია. რა ვიცი, ჯერ ბავშვი არ დამადებულა და უკვე ამთენი ამბავი არის. 2 დღეს წინ უხურე ბატონ აბაშიძეს მაღაზია ლაპარაკი წარყოფილაო იმაში ჟენევაში საერთოდ ლაპარაკი წარყოფილა მაგ თემაზეო და ეხლა რაზე ატეხდა მთელი ამბავი კაცი აზე არ არის და რა ვიცი საერთოდ რა საფრთხე უნდა ვნახოთ რაღაც ვითომ ექსპერტი იყო რეზუმეში ბატონი ნიკა რაღაცებზე ლაპარაკობდა ასფალტზე უფრო უკეთესად მივატანკიო ვიდრე ისეთ გზაზე გასაგებია რომ ასფალტზე ველოსიპედიც უფრო კარგად მიშას ველოსიპედი ვიდრე სხვა გზაზე მაგრამ რაღაც უსუსური რაღაცას ლაპარაკობდა და მოკლედ ანუ თქვენც ვერ ხედავთ ვერან არის საფრთხე არანაირი კი ბატონო გასაგებია თქვენი მოსაზრებაც კიდევ ერთ მაყურებელს მივესალმები გამარჯობა მე მინდა გითხრათ რომ არც ერთ შემთხვევაში საშიშროება ამაში არ წერს საშიშროება არის ცინა ისე რომ რუსეთს თუ დაჭირდა სხვათა შორის ნაწინასწარმეტყველებია რომ ერთი მაზრა უნდა გაქრეს მე ვშიშობ იმას რომ არ გააქრონ თბილისი იმიტომ რომ ადვილად აიყარე აქედან ქუთაისში რომ გადავიდე კარგი, დიდი მადლობა. გასაგებია თქვენ მოსაზრებაც. მაშ ასე თქვენ რას ფიქრობთ, უნდა აშენდეს თუ არა ეს გზა? დაგვირეკეთ 237 139 232 139 ეს ჩვენი ტელეფონის ნომრებია. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. დიახ. აი ხა უსმენ და გაკვირვებული ვარ. აი მე არ ვიცი ხა როგორ ფიქრობთ ეს ხალხი. ყველაფერი უნდა დაუსვათ. მე არა ვარ, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ამ გზის. და ნუ საერთოდ რასაც მოინდომარს რუსეთი ყველაფერი გავაკეთებიო და არ შევდი ვინმე არა უშავს იქიდან არ შემოვა აქედან მაღაზია საქმე და აბაშიძე რას ლაპარაკობდა სულ არ მაი აბაშიძე ფიქრობს კომბოსტო როგორ გაიტანოს აქედან და არა პოლიტიკური სულები რუსეთთან და კარასინთან მაგის თემა არ აიწევა არასოდეს შეიძლება შეეხონ მაგრამ ეს მაგას არ ეხება და მაგას არავინ არ ალაპარაკებს რა ვიცი ნუ მე მგონი დავნებდით ბოლომდე ხელები არ წიეთ და რაც გინდათ ეს გააკეთეთო აი ესეთი აზრია ჩემი კი ბატონო თქვენი აზრიც გასაგებია მოკლედ მე შეგახსენებ ჩვენ ვსაუბრობთ ახალი გზის შესახებ რომელზეც გაკვრითი თქვა ჯერ სერიოზული არაფერია მაგრამ შეიძლება დადგეს საკითხი რომ რუსეთიდან დაღესტნის გავლით და კახეთის გავლით საქართველოში ახალი გზა აშენდეს ბევრმა გამოთქვა უბრალოდ გამოთქვა პრეტენზია რომ ხელისუფლების მისამართით რომ ხელისუფლება ამ გზის მშენებლობა შეიძლება დათანხმდეს და ეს იქნება საფრთხის შემცველიო. თქვენ რას ფიქრობთ? გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა, მერაბ. გისმენთ. მე მგონი ეს საქმე უკვე შეთანხმებული არის ჩვენ თავრობასთან. იმიტომ რომ რუსეთს არა აქვს ახლა ისეთი მდგომარეობა რომ ეს ამდენი ფული გადაყაროს ტყუილა. ყველას ის გასაგებია რომ ეს დაგესტნებს არ გაუშენებს ამ ტყუილად არ აშენებს დაღესტანში გზას თქვენ ფიქრობთ? ხო, დაღესტნებისთვის არ აშენებს და კახელი გლეხისთვის არ აშენებს რომ იქ ყურძენი შეიდანოს. გასაგებია ეს, ხო? ანუ თქვენ ფიქრობთ რომ უკვე მოლაპარაკებულია ჩვენს ხელისუფლებას? მე მგონი ეს მოლაპარაკებულია ერთადერთი გეგმა ტყუილა რუსი ახლა ესეთ ეკონომიკურ მდგომარეობაშია ის ფულს არ გადაყრეს. კი ბატონო, გასაგებია თქვენი აზრით საფრთხე არის თუ არა ამ გზიდან? არის.
არის საფრთხე თქვენი აზრით? საფრთხე არის. არ არის? თუ არის? საფრთხე არის, კი. კი ბატონო. გასაგებია თქვენი მოსაზრებაც, შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 237 139 238 139. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა თმერაბ. დიახ, გისმენთ. ჩემი აზრით ეს გზა საფრთხეს შეიცავს, თუმცა შეიძლება რომ ქვეყანამ ისე გააკეთოს, რომ მოაგვაროს ამ საფრთხის პრობლემები, იმიტომ რომ პირველ რიგში ასიმილირების და ვთქვათ იმ კუთხეებში ჩილოკავკასიელების ჩასახლების და მერე იქ დამკვიდრების თემა იქნება. ისევე როგორც მოხდა ჩრდილოეთ ოსეთის და სამაჩაბლოს ვთქვათ ასე ვთქვათ მოსახლეობის გაერთიანება როკის გვირაბით. დაახლოებით მსგავსი რაღაც იქნება. რუსეთი თუ მაგაში წყვილად არ გადაიხდეს ნამდვილად და სათავისო საქმეს აკეთებს. ჩვენც გვჭირდება რეალურად ეს გზა, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ მეზობელთან ეკონომიკური კავშირები გქონდეს, მარტო ლარსის იმედზე ვერ ვიქნებით. როკის გვირაბი ჩვენთვის დაკეტილია და შესაბამისად ეკონომიკურად, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საინტერესოა ეს გზა, მაგრამ აქ არის დასასრულებელი და ალბათ მე და თქვენ ვერ დავიწყდით რა უფრო საინტერესოა ეკონომიკური მოგება თუ ვთქვათ იგივე დემოგრაფიული პრობლემები, რომელიც შეიძლება 20 წლის მერე ამ გზის გახსნას მოხდეს. კი ბატონო, დემოგრაფიული პრობლემები რომ მოყვება ეს უეჭველია და მაგრამ ჩამოსახლება ხო ეხა ესე მარტივად ვერ მოხდება რა, არის მიგრაციის შესახებ კანონი და ასე შემდეგ. ესე ჩამოვიდეს დასახლდეს. მიმოსვლა იქნება და ჩვენ გვაქვს გახსნილი სავიზო რეჟიმი ჩრდილოკავკასიელებთან. ჩამოვა და არ დასახლება იქნება ნათესავთან. იქ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ რეალურად დღეს ვერაფერს და ხვალდაზე უფრო ვერ გავაკონტროლებთ. კი ბატონო. არაკონტროლირებადი ტერიტორია იქნება საქართველოსთვის თუ წესიერად არ მოკიდა ქვეყანამ და სახელმწიფომ ამ საკითხს ხელი. კარგით, კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებაც, ანუ ფიქრობთ რომ სიფრთხილე გმართებს, თქვენ რას ფიქრობთ, გამარჯობა? გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა მერაბ. დიახ. საერთოდ ეს თემა სალაპარაკოც არ არის. იმით არ არის სალაპარაკო, რომ გზების მეტი რა გვინს რუსეთ ჩვენთან. რამდენიც გინდა? ჰაერიდან რა? საათნახევარში თბილისშია. სამგზავროდ კითხინავით საათნახევარიც არ უნდა. ჩასი ტრიციც მაქსიმუმ. კი ბატონო. გასაგებია თქვენი მოსაზრებაც, დიდი მადლობა. თქვენ რას ფიქრობთ, გამარჯობა? გამარჯობა, გისმენთ. ეხეთ რა არის რუსეთიდან საფრთხე თუ მოდის, მას არ გაუჭირდება ცხინვალიდან ახალქალაქამდე ტანკებით გაიაროს. ეს ხარკოვი გაიარა და უკრაინაში შევიდა და საფრთხეზე ნუ გვაქვს ლაპარაკი. ეს გზა და ინტეგრაცია ეკონომიკური და კომუნიკაციები პირიქით მეტ უსაფრთხოებას მოიტანს, იმიტომ რომ ეკონომიკური ინტეგრაცია იძლევა მეტ უსაფრთხოებას, თანამშრომლობას იძლევა. ნუ სიმის გვეშინია რომ ვიღაცები ჩამოსახდებიან და შეგვჭამენ და აგვირებენ. არა რა, კონკურენცია უნდა მივიღოთ და 2000 წელი გაიხსენეთ. ცხინვალ თბილისს შორის კონფლიქტი ამოწურული იყო, იმიტომ რომ გაერომ ევროკავშირმა ეკონომიკური პროგრამების განხორციელება დაიწყო და ყველამ გაიხსენა ოსური და ყველამ გაიხსენა ქართული. და ერთმანეთთან სენიტირიმე და შენგენასვალეთი იყვნენ აეს. იგივე მოხდება. ნუ დაგავიწყდებო, თბილისი არა მარტო საქართველოს ცენტრი, არამედ კავკასიის ცენტრია. კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებაც. მე შეგახსენებ ჩვენ საუბრობთ დაღესტნის გზის შესახებ. თქვენი აზრით შეიცავს თუ არა ეს გზა საფრთხეს და უნდა დათანხმდეს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მის გაკეთებას. გამარჯობა, გისმენთ. რა მოგისალმები ბატონო. ბატონო, ეხლა დაღესტანში რა მდგომარეობაა თქვენ კარგად მოგეხსენებათ. კვირა არ გავა რომ იქ რაღაც არ მოხდეს, ტერაქტი არ რაღაც ტერორისტებს ებრძვიან და მთელი ამბავი. არ არსებობს. ხო. არ შეიძლება მაგის გზა როგორ შეიძლება გაკეთდეს. იქ ლეკები ცხოვრობენ, იქ მერე მოინდომებენ ერთმანეთთან შეერთებას. როგორ შეიძლება მაგის აშენება? კი ბატონო, ამ თქვენ წინააღმდეგ იყავთ. გასაგებია თქვენი მოსაზრებაც, კიდევ ერთ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ბატონო მერაბ, შეიძლება თქვენთან ლაპარაკი? კი, გისმენთ, დენ ეთერში ხართ და გისმენთ. ეთერში ვარ არა? დიახ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა ძალიან სახიფათო იქნება. რატომ? იმიტომ იქნება სახიფათო, რომ ხო ხედავთ რა ხდება. რუსეთის ყოველთვის გვეშინოდა და გვეშინია და ეს გზა დაღესტნელები შემოვლეს, თუ სხვა არაფერი. კი ბატონო.
მერე საშიში არ არის მაგათი აქ ყოფნა. ყველა ეგენი არიან, არ ვიცი, ბევრი ტერორისტები ყავთ და ჩვენ კიდე ტერორისტები გვინდა, კაცო, ასეთი საშიში გზა არის. კახელებიც უნდა, კახეთიც უნდა ავაოხრებინოთ. კი ბატონო, გასაგებია თქვენ მოსაზრებაც, ანუ თქვენ არ ემხრობით ამ გზის აშენებას, თქვენ თუ ემხრობით, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ეხლა ევრო განვითარებულ სახელმწიფოებთან კავშირში რომ ცხოვრობდეთ, შეიძლება სადღაც მისაღები ყოფილიყო, მაგრამ ეს დაარღვევთ დისბალანსს, მაგალითად, აი წარმოვიდგინეთ ლარსის განიბირთება, ცხინვალის გზას რუსეთისკენ აზრი დაეკარგება და ასევე პრაქტიკულად სადღაც აფხაზეთიც უკვე ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო გახდება, იმიტომ რომ რუსეთს, რომელსაც საგზაო პრობლემები აქვს მოსაგვარებელი საქართველოში თავის დანარჩენ პანტრიონ სახელმწიფოებთან, მაგალითად, ეს გზა გაცილებით უფრო იელ საშუალებას მისცემს იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც დაკეტილია და მის ხელში არის წესრიგებით, უკვე დააკონსერვოს და მარადიულობაში გადაიყვანოს, ასე რომ ის სამი გზა და პლუს საჰაერო და საზღვაო რაც არსებობს საქართველოში, სავსებით საკმარისი იმასთან, რომ რუსეთის ზოგიერთმა პოლიტიკოსმა იფიქროს საქართველოში სიტუაციის გამოსწორებასთან დაკავშირებით, თორე ეს გზა თუ გაიხსენეთ, წარმოიდგინეთ, ამ სამ გზას პრაქტიკულად გაუჩნდება კონკურენცია, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია, მე აღარც ლარსით იმგზავრეს იმდენი სომეხი, იმიტომ რომ სომხები იყენებენ ლარს და ასევე კახელებიც აღარ გავლიან ლარსზე და საქართველოს ზოგიერთი მოსახლეობის ნაწილით მიუხედავად იმისა, რომ ლარსის ზამთარში კიდე იკეტება მაგათ ერთი ტრაგედია აქვს. ასე რომ მე მგონი ჯობია ეს ამ გზის გაუხსნელობა გამოვიყენოთ იმ გზების რუსეთთან პრობლემის მოგვარებაში საქართველოს ტერიტორიების ფინალიდან გამომდინარე. მე ესე მგონია ჯერჯერობით ეს უნდა იყოს. კი ბატონო, თქვენი მოსაზრებაც გასაგებია. თქვენ რას ფიქრობთ, შეგახსენებთ 237 139 238 139 ეს ჩვენ ტელეფონის ნომრებია. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ამ ბოლო ომის დროს რუსეთთან საქართველოს ხალხი როკის გვირაბის გამყვანს წრევლიდა. და ახლა კიდე ახალი გზები, ახლა კახეთი უნდა და აღმოსავლეთ საქართველო უნდა აუხდეს. რა უბედურება გჭირს ამ ხალხს რა აქვს twin-ში? კი ბატონო, ნუ თქვენი მოსაზრებაც გასაგებია. მადლობა, ნუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენ მომხრე ხართ თუ წინააღმდეგი ამ გზის. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. საღამომშვიდობისა. დიახ, გისმენთ. აი, რამდენჯერ უნდა დავაბიჯოთ ერთი და იგივე ფოცხზე ფეხი. ხო გვეყო ერთი გვირაბი, გვეყო კიდევ ის და ახლა კიდე დამატებითი გზა რო გავიყვანოთ, ეს უფრო გაუადვილებს და საერთოდ სამი მხრიდან შემოგვიტევენ და ეს ხო ყველა მიცის, რა თქმა უნდა ამას ამდენი განმარტება, რაც ისედაც ფაქტია და ჩანს. ამას ჭობთ რაღაცას და თქვენთანაც კარგად იცით, რომ ამ გზის გაყვანა არ შეიძლება და ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. და თუ თქვენ ასე მიგაჩნიათ, თქვენ შეგიძლიათ არ შეგვეკითხოთ, მაგრამ არა, აქ გადაცემა იმისთვის არის, რომ ხალხმა გამოთქვას აზრი. ხალხი და საერთოდ ხალხის აზრი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან ძვირფასია, მაგრამ ყველანაირად უნდა გადაწყვიტოს ეს სპეციალისტებმა, რომლებმაც მშვენივრად იციან, რომ ამ გზის გაყვანა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის აგრესიის ახალი გზა. და აქამდე ჯერთი კახეთის ეკოლოგიას მოსპობს ამდენი მანქანების გამონაბოლქვი და თანაც ეს ყველაფერი ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ჩვენ დაგვაზარალებს. კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებაც. თქვენ რას ფიქრობთ? გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. მე ერთი რამ მაინტერესებს, რომ არ ყოფილიყო ის ავადსახსენებელი როკის გვირაბი გაკეთებული, ასეთ სავალალო შედეგს მივიღებდით თუ არა, ამაზე დავფიქრებული ვართ. 2008-ში. კი ბატონო. დავფიქრებული ვართ. აი მე მაზრისა ვარ. ანუ თქვენ წინააღმდეგი ხართ. წინააღმდეგი რა თქმა უნდა. კი ბატონო, გასაგებია, კიდევ ერთ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. ჯობათ. ეთანხმები წინა გამოსვლელებს და ძალიან მიხარია, რომ მთავრობა წინააღმდეგია ამ გზის გახსნას. არა, მთავრობას ჯერ პოზიცია არ გამოუხატავს ერთიანი. ზოგი მინისტრი წინააღმდეგია, ზოგი მინისტრი მომხრეა. აი ესე მინდა ვიფიქრო. კი ბატონო. კარგით, გასაგებია, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. რატომ ვართ ასეთი პესიმისტები და ასეთი აგრესიულები? ისეთი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომ არავინ თავს არ დაგვესხას და თუ გვინ უნდა რომ თავზე დაგვესხას ვინმე და გაგვანადგუროს
როკის გვირაბის გარეშეც გაგვანადგურებენ და აბა ეხლა როკის გვირაბი არ უნდა ყოფილიყო, ხალხს არ უნდა წასვლა, ორჯონიკიძეში მიდიოდა ხალხი, მოდიოდა და ვაჭრობდა, აბა რანაირად თუ ვერ გავიგე, აბა ყველა ხომ ვერ არა, როკის გვირაბი რო არ ყოფილიყო, შეიძლება 2008 წელს ის ამბავი არ მოგცვლოდა, რაც მოგივიდა. მოხდებოდა უარესი, უარესი ვერ მოხდა. ზემოდან დაბობები და უარესი მოხდებოდა კიდე. თუ უნდა ადამიანს და თუ უნდა ქვეყანას, მაინც თავისას გააკეთებს. ეხლა ისე უნდა წარმართო პოლიტიკა, რომ 2008 წელს სააკაშვილს არ უნდა ეხტუნავა და არ უნდა ელანდა. კარგით, ეხლა სხვაგან მივდივართ. კარგით, თქვენი აზრი გასაგებია თუ გავიგეთ, ალბათო, გავიგეთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, ბატონო მერა. დიახ, გისმენთ. ვისაც ცოტა სამხედრო სტრატეგია ესმის და გაგება აქვს, ანდა ერთი კვირით ყოფილა სამხედროში. ეს როკის გვირაბი რო არ ყოფილიყო, უფრო მეტად გავნადგურდებოდით. რაც ღაბრებს ყვებიან, ჯურმიში რამდენი თვითფრინავი ყავს, იცით რუსეთს. ანდა კარგით, გზას დაუბრუნდეთ, გზას თუ შეიძლება. გზა უნდა გაკეთდეს, რაზეა ლაპარაკი. კარგით, გავიგეთ. უნდა ფეში ჩემო, სტრაივოით შემოვლენ. რამდენჯერ უნდა იყოს ეს საკითხი. კარგით, დიდი მადლობა, გავიგეთ. კიდევ ერთ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ალო, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ეთერში ვარ ხო? დიახ, დიახ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პირადად მე. მე არ მესმის ამ ხალხისას რა. ნეტა რომელი გზებიც არ ისიც არ იყოს ამ ვერაკ ქვეყანასთან ურთიერთობა რო არ ქონდეს არანაირი. დაშფანდური ვისაც ჭირდება ჩავიდეს და იმღეროს და იცეკოს. არ გჭირდება ჩვენ რუსეთთან არანაირ ქართველების სიხში იხჩობა პუტინი და მაინც ვერ შელებიან ზოგიერთი ჩვენი ხალხი. კი ბატონო, გასაგებია, კიდევ ერთი მაყურებელი და ამით ვასრულებთ, გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. ბატონო მერაბ, მე ვიყვი, ხალბატონები უფრო საღაც ვჯელობენ ვიდრე მამაკაცები. მე რა მოხდა, როგორ რა მოხდა? ახალგორდან მთელი თბილისის რო გახლიგინდება ტანკი, იგივეა თუ მოკლეზე რო წავა და ერევანში რო გადავა მთელ ტექნიკას გადაიტანს. არ უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა. ეს ერთი კიდე ქსელია იმისი რომ კიდე დაგვიპყროს, იქ მხარეს არა, ნუ დღეს თუ თეორიულად ვიმჟელებ, დღეს რუსეთს შეუძლია სამი მხრიდან შემოგვიტიოს. ეს არის თქვა ცხინვალის მხარე. დავასრულოთ უშუალოდ. ეს არის ცხინვალის მხარე, ეს არის თქვა აფხაზეთიდან და ეს არის სომხეთიდან გიუმრის ბაზიდან. თუ ამ გზას გავაკეთებ, შეიძლება რომ 4 მხრიდან შემოგვიტიოს. ნუ ეს არის მთელი. რა თქმა უნდა, თანაც ტექნიკი და სახმელეც და ვიღაცა თქვა თვითფრინავით საათნახევარ შემო. ჩვენ თბილისის ასაღებად შეიძლება 3 დღე 3 გზაც ეყოს, შეიძლება არ ეყოს, მაგრამ ნუ მეოთხე გზა უფრო მეტი პრობლემაა მარტივად რო. უფრო ერევანში უნდა გრიალი, ერევანში იქიდან თბილისი რა შუაშია. ერევანში და მე იქიდან ბაქოს რო კიდე ჩაუდგეს კრიჭაში. კარგით, კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. ნუ ამ გზაზე ალბათ კიდევ იქნება მსჯელობა. მე სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არა ვარ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მე ვთქვი, რომ უკვე თუ რუსეთს თბილისის აღება უნდა 3 მხრიდან უკვე შეუძლია რომ შემოგვიტიოს, ბუნებრივია 4 მხრიდან თუ შემოგვიტევს, ეს უფრო რთული იქნება და ამაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ნუ ახლა ცხვრი გლიშიში ცხვარი ვის გაუწყვეტიაო, ესეც არის ბუნებრივია. მაშინ ყველა გზა უნდა ჩავკეტოთ რუსეთის მიმართულებიდან. მოკლედ, ბევრი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. შეიძლება ამ გზის აშენება და იქ რაღაც სამხედრო თავდაცვითი ნაგებობების აშენებაც, რომ თუ რამე იმ გზაზევე მოხდეს თავდაცვა. მოკლედ, ბევრი ვარიანტია. ალბათ სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. ალბათ იქნება კიდევ ეს თემა და ჩვენც გვექნება. მე ხვალამდე გემშვიდობებით.